50-დღიანი ულტიმატუმის დასრულების მოახლოვება და განწყობები შეერთებულ შტატებში. ვაშინგტონიდან პირდაპირ ეთერში ჩემი კოლეგა მედია პლატფორმა Independent Avenues ჟურნალისტი ქართლო შარაშენიძე ჩაგვერთვება. მან ინტერვიუ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ყოფილ მდივანთან, ახლაც ძალიან გავლენიან ადამიანთან ლევონ პანეტასთან ჩაწერა. მოდით შევეხმიანოთ ქართლოს დანარჩენს თავად გვიამბობს. ქართლოს გამარჯობა და გისმენთ. იორგი, გამარჯობა, მადლობთ პირველ რიგში. უპირველესად რაც ვკითხეთ, ლევონ პანეტას, რომელიც თავდაცვის მდივნობამდე ასევე იკავებდა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის თანამდებობას, ასევე ჰქონდა სხვა მაღალი თანამდებობები და იყო კონგრესმენი. ვკითხეთ, რა მოლოდინი აქვს მას 51 დღესთან დაკავშირებით, როდესაც პრეზიდენტ ტრამპის ულტიმატუმი, რომელიც აყენებული აქვს ვლადიმირ პუტინს, ამოიწურება და ერთადერთი რაც უპირველესი რაც მისგან მოვისმენთ იყო ის თუ როგორი მიდგომა ჰქონდა მას ამ საკვანძო თანამდებობებზე ყოფნისას რუსეთისა და ვლადიმირ პუტინის მიმართ. ის ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინი არის ადამიანი, რომელსაც სიტყვაზე არ უნდა ენდო და როგორც ჩანს პრეზიდენტი ტრამპი ამას უკვე აცნობიერებს. შეგვიძლია მოვისმინოთ მისი კომენტარი. Having worked as director of the CIA and then as secretary of defense. როდესაც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი, შემდეგ კი თავდაცვის მდივანი ვიყავი, მთავარი მიდგომა რაც რუსეთთან და პუტინთან დაკავშირებით მქონდა ის იყო, რომ მას არასდროს არაფერში არ უნდა ენდო. მიუხედავად იმისა, რომ ამას გარკვეული დრო დაჭირდა, კმაყოფილი ვარ იმით, რომ პრეზიდენტ ტრამპს ესმის, არ შეუძლია პუტინის სიტყვას ენდოს. პრეზიდენტი ტრამპი ცეცხლის შეწყვეტისკენ უბიძგებდა. ზელენსკი ამას დათანხმდა. პუტინმა უარი თქვა, რადგან მას ჯერა, რომ ყველაფერი უნდა გააკეთოს უკრაინაში წარმატების მისაღწევად. ასე რომ ვფიქრობ, პრეზიდენტ ტრამპს ახლა ესმის. პუტინი არ არის ის, ვისაც უნდა ენდო და თუ აპირებ მასთან ურთიერთობას თავი გაართვა. ერთადერთი რისიც მას ესმის არა სიტყვები, არამედ მოქმედებაა. წამს, რომ ადმინისტრაციის ახლანდელი მიდგომა იმუშაოს ნატოსთან ერთად, რათა მათ მიიღონ იარაღი, რომელსაც უკრაინას მიაწვდიან მუშაობს. ამასთან ერთად ვფიქრობ, პრეზიდენტმა რუსეთზე ზეწოლა უნდა გააგრძელოს ეკონომიკური სანქციების კუთხით. კიდევ ერთი რამ რაც მუდმივად გვესმის ანალიტიკური წრეების წარმომადგენლების ნაწილიდან არის ის, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომა საგარეო პოლიტიკის მიმართ არის მეტად ტრანზაქციული, ვიდრე დაუშვათ სტრატეგიული, გეოსტრატეგიული მიდგომები და ეს პრინციპში ისიც არის, რაც ასევე გვესმის თეთრი სახლიდანაც სპიკერი ყოველთვის მოიხსენიებს პრეზიდენტს როგორც შეთანხმებების გარიგებების ოსტატს და თუმცა ამასთან დაკავშირებით ლევონ პანეტას აქვს თავის მოსაზრება ბუნებრივია და ის ამბობს, რომ პრეზიდენტი ტრამპი ასევე აცნობიერებს იმას, რომ შეერთებულ შტატებს არ შეუძლია განზე გადგეს დანარჩენი მსოფლიოსგან, განზე გადგეს თავისი ალიანსებისგან და როდესაც ადმინისტრაციას მოუწია მიეღო შესაბამის გადაწყვეტილება, როგორც მაგალითად იყო ირანის შემთხვევაში, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტში, ადმინისტრაციამ გადაწყვეტა, რომ იმოქმედა და შესაბამისი ნაბიჯი გადადგა. შეგვიძლია მოვისმინოთ მისი კომენტარი. I think that happens. ყოველთვის როცა ამ ქვეყანაში ადმინისტრაციები იცვლება და ახალი ადმინისტრაცია მოდის, მათ უწევთ სამყაროს შეხედონ პოლიტიკას, სხვადასხვა საკითხის მიმართ და გადაწყვიტონ, რა იქნება მათი პოზიცია. ვფიქრობ, პრეზიდენტმა ტრამპმა სწორედ ეს გაიარა. ვფიქრობ, თავდაპირველად იფიქრა, რომ როგორღაც შეერთებული შტატები შეძლებდა დანარჩენი მსოფლიოსგან გასვლას, რომ ჩვენ შეგვეძლოთ ჩვენი ალიანსებიდან გამოსულიყავით და უბრალოდ ჩვენს ქვეყანაზე გვეზრუნა. მაგრამ ვფიქრობ, მან აღმოაჩინა, რომ ეს ასე არ არის. ამის გაკეთება შეუძლებელია. შეერთებულ შტატებს უბრალოდ არ შეუძლია დანარჩენი მსოფლიოსგან განზე გადგომა და ჩვენ ეს ახლო აღმოსავლეთში ვნახეთ. თავდაპირველად ვაშინგტონს არ სურდა ახლო აღმოსავლეთში ომში ჩართვა, მაგრამ ირანის ქმედებების მისი მუქარის ბირთვულ ძალად გადაქცევის მცდელობების გამო ცხადი გახდა, რომ შეერთებულ შტატებს უნდა ემოქმედა და ჩვენც ვიმოქმედეთ. ვფიქრობ, პრეზიდენტ ტრამპს ახლა ესმის, რომ სამყარო ისეთი არ არის, როგორიც ჩვენ გვსურს რომ იყოს. სამყარო ისეთია, როგორიც არის. ეს საშიში სამყაროა. საშიშია რუსეთის, ჩინეთის, ირანის, ჩრდილოეთ კორეის გამო. სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ სახიფათო სამყაროში ვცხოვრობთ, შეერთებულ შტატებს მსოფლიო ლიდერის როლის შესრულება მოუწევს. ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ, რათა ვუზრუნველყოთ ჩვენი ღირებულებებისა და შეხედულებების დაცვა, მათგან ვინც შეეცდება დემოკრატიების განადგურებას. რაც შეეხება უკრაინას
თან მიმართებით პრეზიდენტ ტრამპის ბოლოდროინდელ განცხადებას და პოლიტიკას ლევან-პანეტა მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული ფორმულა, რომლის მიხედვითაც ნატოს წევრი სახელმწიფოები გასცემენ თავიანთ იარაღს, მისცემენ გადასცემენ უკრაინას, შემდეგ კი ამ მარაგებს შეივსებენ შეერთებული შტატებისგან, პანეტა ფიქრობს, რომ ეს მუშაობს, დროულია და მნიშვნელოვან შეფერხებებს არ ელოდება. ქართლოს სხვა შორის ტრამპი ახლა ევროპაშია, შოტლანდიაში მოგეხსენება, მას ჰქონდა საინტერესო შეხვედრა ევროკავშირის ხელმძღვანელობასთანაც და იქიდანაც ელოდება მსოფლიო გარკვეულ განცხადებებს, რომელიც ხადია მათ შორის უკრაინასთან მიმართებაში პოზიციების კიდევ უფრო მეტად მკაფიო წარმოაჩენს, მაგრამ ჩვენი ამბავი საქართველოსი უფრო მაინტერესებს ამ შემთხვევაში სულ რამდენიმე წუთის წინ ვაშინგტონში თქვენმა კოლეგამ, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში აკრედიტირებული და საქართველოსთან მიმართებაში ავრცელებს ხოლმე ახალ ამბებს, ალექს რაუფოღლუმ დაწერა, რომ მას ჰქონდა კონტაქტი იმ სამ სენატორთან, რომელმაც დაჩქარებული წესით მეგობარი აქტის მიღების პროცედურას ხელი არ შეუწყო. ჩვენ ვიცით, რომ ის კენჭისყრას ჩვეულებრივად დადგება სხვა შემთხვევაში და უბრალოდ უმრავლესობით მიღებული იქნება, მაგრამ რა არის სიახლე აქ? ალექს რაუფოღლი ამბობს, რომ მას ჰქონდა კონტაქტი ამ სენატორებთან და ის წერს, რომ ისინი აღმოჩნდნენ შეცდომაში შეყვანილები ქართული ოცნების მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის მიერ, რომლებმაც მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ამ შემთხვევაში ქართული ოცნებისა და სახელისუფლებო წრეების წარმომადგენლების სანქცირების პერსპექტივაზე კი არ იყო საუბარი, არამედ თითქოს მთელი ნაცია მთლიერი დასანქცირდებოდაო და ამიტომაც ჰქონდათ მათ ასეთი პოზიციები. შენთვის ხო არ არის რაიმე ცნობილი ამის თაობაზე? არა, ჩემთვის ეს დეტალები ცნობილი არ არის, რაც ვიცით ამ მეგობარი აქტთან დაკავშირებით არის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, არსებობს ორპარტიული მხარდაჭერა, წარმომადგენელთა პალატიდან ეს კანონპროექტი გავიდა მნიშვნელოვანი ორპარტიული მხარდაჭერით და ველოდებით მოვლენების განვითარებას.